განსხვავებით მაგალითად გლენორახისგან, ხო? შესაბამისად, ბურბონის კასრი აძლევს მაგალითად ვანილის ტროპიკული ხილის ტონებს უფრო მეტად, თუმცა რადგან უფრო დიდი რაოდენობით ppm-ის შემცველობა აქვს, შესაბამისად გემოც და არომატიც უფრო მკვეთრი ექნება. უფრო დიდხანს დაგიტოვებთ ამ ტორფის ტონებს, ვიდრე მაგალითად გლენორახი. ეს მაგრამ მომეწონა, ეხლა რა ზავლე, რომელი იყო ეს იყო, ხო? ეს მაგარი რაღაცა, მოკლედ რა, 250 ლარი გაქვთ, ეს იყიდეთ რა. ეს კომპანია ზოგადად გლენორახი, როგორც ტორფირებულს, ასევე არატორფირებულ ვისკის კატეგორიებს აწარმოებს. ძირითადად უფრო მეტად არატორფირებული კატეგორიები აქვს, მაგრამ იშვიათ გამონაკლისში ტორფირებულსაც არა, მაგარი გემრიელია. ანუ აი რო იტყვია ხოლმე ზაკუსკაჩი გიყო რა, ანუ რო შეჭამ, მე ამ ხორცის და გეგონება რაღაცა შებულილი ბეკონი მიაყოლია რაღაცა, ეგეთი რაღაცა დამი კარგად ვიყოთ რა ვიყო ერთ მიშული რაღაცა. ეს დააგემოვნეთ? ილიჩი. ამან. ამან. ესენი გავსინჯეთ მოკლედ. ვესტკორკის პორტვენის კაშა. თავიდან აქ აი რავი. ძველი ბათინკის ლანჩარო დაღეჭო რაღაცა ეგეთი გემო აქვს. რაღაცა მე სიმწარე დაიწყო. ჩვენ მეძახით ხოლმე დამწვარი საბურავის ტონებს, თუმცა არა. გემო და არომატს რაც აქვს თავარ მახასიათებლად, რაღაც მოგონების გემო წაგიყოს, მაგას აკეთებს მოკლედ რა. ეხლა რა არის, ცი ეს რო ნოსვაო, ეთი ანეხანი დავლი, ხო? რაღაცაში დაიწყო შეცვლა რა, გემოება. ხანგრძლივი დაბოლოება. ანუ თუ დაალებთ და ვინც ამაში ვერ ერკვევთ, თუ დაიწყეთ დალი, ეგრე არ დაიწყეთ, არ დაელოდეთ რა, რომ რაღაცა ისაქნას. იმიტომაა რომ ხაშზე, ჩალაღაძე და რაღაცა ამის დალე არ არის. იმიტომ რომ ეს არ არის რა მარტო სპირტიანი სასმელისა, რაღაცა იცით როგორ არის, აი როგორც სუნამოებში არის რაღაცა ნიშ ბრენდები და ასე შემდეგ და აქვს ხანგრძლივი დაბოლოება, მსგავსი არის ესეც. ეს არ არის ისეთი ვისკი, რომ მაგალითად აი რაღაც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება რომ მიირთოთ. ეს არის ანუ რაღაცა გარემო შერჩევა ჭირდება, ხასიათი ჭირდება, რომ და კიდე რაღაცა რომ დააყო. სიამოვნოთ დალევის პროცესით და პლუს სითხით, იმიტომ რომ აი ხა როგორც თქვენ ახსენეთ, დალევის შემდეგ რამდენიმე ეტაპს გადის კიდე არომატი და გემო, რასაც ტოვებს მოკლედ რეცეპტორებს. ხო, ისეთი ის აქვს შიგნიდან რომ იმაშრება სხვანაირად